მოგეცალოთ დღევანდელ დღესასწაულს გიორგი თაზრინელი მაშენებელი ათონის იერთა მონასტრის მესამე წინამძღვარი ეფთიმესა და იოანესა და ეფთიმეს შემდეგ და ათონის თაზე არის ივერუნის მონასტერში დაკრძალული. ასევე გიორგის მოწამე მოციქულთა სორ დიაკონთა სენats და ღირსი დედა ირინა ხრისვალოვანი, რომელიც არის უშვილოთა ოჯახების შემცე და ეს ხალხი ჩვენთან არის ეპარქიაში თელავის ღვთაების მონასტერში იქ არის დაბრძანებული დიდი დედა დიდი მოღვაწე ხეებიც კი თავს უხრიდნენ მურზალების ნიშნად და ამას ვამბობთ რატომ რომ ღვთის ძალა დიდია და განუსაზღვრელი მას ყველაფერი შეუძლია დღეს სახარებაში აკი მოვისმინეთ ხო პეტრე მოციქული ეუბნება მაკურთხე რომ მოვიდე ღელვარე ზღვაზე გაივლის და არ ეშინია იმიტომ რომ უფალმა უთხრა და ტალღებზე გაიარა მაგრამ დაინახა ქარი ამოვარდნილი და შეშინდა და დაძირვა დაიწყო ისე ადამიანის ჩვენი თითოეულის ბუნება წამს ღმერთი მაგრამ მაინც სამწუხაროდ ყოფილა ესეთ შემთხვევები როდესაც კითხავებთან მისვლაზეც არავინ ზოგიერთი უფრო სწორედ უარს არ იტყვიან სამაგიეროდ მეორე დილას მივდნენ და სამთელს დაამთებენ მოციქული გვეუბნება ნუ იქნებით გონებით ყრმანი ამასაკში არამედ ყრმები იყავით ცოდვის მიმართ ანუ ყველაფერი განაგდეთ განირიდეთ ისე როგორც პატარებს ძალუც შეუძლიათ არიციან არ ზიანდებიან ამ ბოროტებისაგან და ღვთის შეწევნა და ღვთისა ძალა კიდე ას მოციქული ამბობს რომელი თვალს არ უნახავს რომელი თვალმან არა იხილა და ყურს არა ესმა და გულსა კაცისას არა მოუხდა რომელი განუზადა ღმერთმან მოყარეთა თვისთა ვინც ღვთისა ერთგული არის მისთვის ღვთის ძალა ყველაზე კარგად ჩანს მოციქული ამბობს წარმართათვის და უგუნურთათვის სიტყვა ჯვარისა სიცოფე არის წოფდებიან მოთმინებას კარგავენ და ხეცებს ემსგავსებიან ხოლო ჩვენ მორწმუნეთათვის ძალა არის და მადლი შეწევნა არის ჩვენთვის ჯვარს გამოვისახავთ და გვჯერათ და გვწამს რომ ღმერთი ჯვრის ნიშნით დაიცავს თითოეულს რომელიც მოიმედია და მსასვენებელი ღვთის შეწევნისა და მოწყალებისა მოციქული ამბობს ჩვენ ღვთისა ნამუშეკავნი ღვთისა მიერ აღშენებულნი ვართ ანუ ხართ მიმართავს მადლითა მით ღვთისათა მოცემულითა ჩემ და ვითარცა ბრძენმა ხუროთ მოძღვარმა საფუძველი დავსდევ ხოლო სხვა იგი აშენებდნენ ხოლო კაცად კაცადი ეკრძალენ ვითარძი აშენებდეს რამე თუ საფუძველი სხვა ვერვის ხელეწიფების დადებად გარეშე მისა რომელი იგი დადებულ არს რომელი არს იესო ქრისტე კეთილი საფუძვლის აი ჩვენ ხშირად ხო ჩვენი სიკეთეებით თავს ვიწონებთ თუ კი რამ გაგვაჩნია და სხვას მოსწონებია ვიწონებთ თავს და გონია რომ ეს ჩვენია დაბადებით გვერგო თუმცა არ გვახსენდება რომ ყოველგვარი სიკეთის ნიჭის შეძლების შემართების უბრალოსით უბრალიანის მონცემელი მაკურთხეველი ქრისტეა ისე აქ მოციქული ამბობს გონიერი ხუროთ მოძღვარი რომელიც საფუძველს დევს ჩვენი სულის აშენებლად მხოლოდ ქრისტეა ჩვენ შენებლები ვართ ღვთის მადლის მიღებნი და ამ მადლის გამოყენებით გონივრულად შრომით ღვთის წინაშე ქრისტე აღაშენებს თორემ მოქმედნი ჩვენ ვართ ისევე როგორც წირვისას ზეციური ძალები უფალთან ერთად მსახურობენ ჩვენ თანამსახურნი ვართ მაგრამ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ვწირავთ დღესასწაულ დღეს თუ ან როდის როცა იქნება
და ეს ყველაფერი ესე ამბობენ ჩვენი წინამბრძოლი, ჩვენი შემწე ყველანაირ ბრძოლაში, ხილულში თუ უხილავში არის ქრისტე. იგი არის გამარჯვებული, ხოლო გამარჯვებულის გვირგვინს გვაძლევს ჩვენ და ხილულად ჩანვართ, რომ გამარჯვებულები ვართ ჩვენ. ძლევა ის საკვირველი გახსოვთ თქვენ დიდგორის. იქ მეომრები ხილულად ხედავდნენ, წმინდა გიორგი იყო მათთან თანამებრძოლი, მაგრამ ღვთის მადლი და ძალა იყო გამარჯვების მომტანი. რა თქმა უნდა, გამარჯვება სახელად დარჩათ ჩვენს მეომრებს, დავით აღმაშენებელს. რატომ? იმიტომ რომ დავით აღმაშენებელს დიდი იმედი ჰქონდა ღვთისშეწევნის, მორწმუნე იყო, გახსოვთ, ბრძოლაში მიდიოდა და 60 ქულო და საღვთო წიგნები მიჰქონდა და 60 ქულო უყვარდა და კითხულობდა და რამდენსაც აიკითხავდა, იმდენ ნიშანს დაადებდა. და წლის ბოლოს რომ მithვიდნენ, სადღაც 24 ჯერ წაკითხული ჰქონდა, ან თუ უფრო მეჯერ ჰქონდა წაკითხული. მოციქული გვეუბნება, ჩვენ ხო ყოველთვის ვეძებთ, სიმშვიდე გვინდა, სიყვარული გვინდა, ნაყოფი სულისა არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტყვება, სახიერება, სარწმუნოება, ყუდროება, მარხვა, მოთმინება. ესე იგი, თუ კი ჩვენ სიხარულითა და მოთმინებით თავს ვიწონებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კი ღვთით გვეძლება და ეს ნაყოფია სულისა წმინდისა, თავს კი არ უნდა ვიწონებდეთ, რომ სული წმინდის მადლით გვაქვს ეს სიხარული. არამედ ჩვენი უძლურებისა გამო ღმერთმა რომ ამ უთანასწორო ხილულ და უხილავ ბრძოლაში გაგვამხნევოს, ესეც სიტყვას ვიხმარ, ავანსად გვაძლევს უნარს გახარებისას, უნარს მოთმინებისას, უნარს მარხვისას, უნარს ყუდროებისას. თორე მოწამეთა შემართება ეს ხილულად ესე ათასები, 10,000-ები ინათლებოდნენ. მიხედავად იმისა, რომ მოწამეების საშინელ წამებას უყურებდნენ. ხორცთა გლეჯას, გამღვარ კალაში ჩააგდებდნენ, ან ასხავდნენ, ან ფიშში ჩააგდებდნენ და მერე თავად მტარვალებს უკვირდათ. განა ესეთი მდუღარი არ არის, კიდე ცოცხალი რჩება. იყო ესეთი ბევრი შემთხვევა. ყველაფრისათვის, ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, რადგან აკი თქვით, საფუძვლის დამდები, გონიერი, ხუროთ მოძღვარი, უფალია. მაშენებელნი სხვები არიან, ჩვენ და კიდევ სხვა მრავალი, მაგრამ მადლის მიმცემი ამ საქმისათვის არის მადლი ღვთისა, უფალი, იესო ქრისტე, რომელიც არის გონიერი ხუროთ მოძღვარი ჩვენი სულის მშენებლობისა. ამიტომ ყოველთვის, ყველაფრისათვის ვმადლობთ ღმერთს. განსაცდელი იქნება თუ რაიმე გასაჭირი. ისევ დღევანდელ სახარებას გავიხსენებ. პეტრეს როცა რო შეეშინა და დაძირვა დაიწყო, ხელი გაუწოდა. თუმცა ხო შეეძლო, როგორც ქარი დააყენა, ღელვა დააყენა, ისე ეთქვა ზღვისთვის და პეტრესთვის და არ დაძირულიყო. მაგრამ არა, რო შეეშინდა, თითქოს მიუშვა რო შეშინებოდა და უთხრა ამხილა თავისი გაკვეთილი ძმისა და ამოხსნა ამ გაკვეთილის პასუხიც. თუ ხარ მცირედ მორწმუნე, მაშინ დაიძირები. და ეს ზღვა ბობოქარი ჩვენი ცხოვრებაა. ალბათ ბევრ ჩვენგანს მარხვას ვერ ვიცავ, მიზეზი გვაქვს. ლოცვას ვერ ვამბობ, დილას აღამოს მიზეზი გვაქვს. ტაძარში ვერ დავდივარ, ამის მიზეზიც გვაქვს. სახარებაში არის. ჩინებულნი, მოწვეულნები არიან ბევრნი, მაგრამ გამორჩეულები ცოტანი არიან. ეს წირვა, ყოველი წირვა, უბრალოდ დღევანდელი წირვა და დღეს სადაც კი წირვა აღესრულა, ყველგან წირველი და ზიარების მიმცემი მაცხოვარია და გუნდი წმინდა დასთან, ანგელოსთან, მთავარანგელოსთან, დედა ღვთისმშობელი, მოციქულები, ყველანი კრებული დგას, უბრალოდ ჩვენ ვერ ხედავთ ჩვენი სარწმუნოების სიმცირის გამო.
ეს წირვები ღვთისგან მოცემული ტრაპეზია სამეუფო აღმატებული ხარისხის. მოწოდებული ბევრი ვართ, ვინც მოვინათლეთ და ვინც მართლმადიდებლურ აღსარებლობას მისდათ. მაგრამ გამორჩეულნი ცოტანი ვართ, ვინც ამ ტაძარში დგანან და ეზიარნენ დღეს. ამიტომ ნუ დავაყოვნებთ, რომ აი ამ თანაზიარი ამ სამეუფო ტრაპეზისა ყველანი ვიყოთ, ვინც რომ ტაძარში დგავართ. ამისათვის აღსარებაა საჭირო. ეკლესიური წესის მინიმალური შესრულებაა საჭირო. და კიდევ ერთი ჩვენი მრევლის გასაგონად მინდა თქვა. კვირის მსახურებაზე მოტანილი აღსარებები იცით, რომ ზოგი ვრცლად წერს და ამისი წაკითხვა რთულია, გვიგრძელდება და ვიღლებით ყველა. წესად დავიდოთ. თელავიდან იქნება თუ ახმეტიდან იქნება, შაბათს ლოცვაზე აღსარება უნდა იდოს, რომ შესაძლებლობა მისი წაკითხვის აჩქარების გარეშე გქონდეს. თუ არა და დღეს შეიძლება ვიღაცა გამზადებულიც იყო, მაგრამ ვერ ეზიარა, იმიტომ რომ აღსარება არ ქონდა წაკითხული. ანუ ის მინიმალური წესი, რაც რომ თითოეულ ჩვენთაგანს მოგვეთხოვება დავიცოთ, ერთმანეთი დავზოგოთ, ერთმანეთისა სიმძიმე ვიტვირთოთ და ავასრულოთ რჯული იგი ქრისტესი, რომელიც სიყვარულია და სიყვარულზეა დაფუძნებული. ჩვენთან არის ღმერთი.